ადამიანის პირველად მოთხოვნა საქართველოს არის უძრავი ქონების ყიდვა. ხო, ინვესტიცია არ არის მაინც და მაინც დღეს ვიყიდო. ინვესტიცია არის სწორად ვიყიდო და სწორი ფასით. მე-3 წელი დაიწყო, რომ დასტაბილურებული ფასების პირობებში ვარ. თბილისის გარსდას მე კარგ ტენდენციას ვერ დავარქე. ეგ უკვე 5 წელიწადში თუ 60%-ით გაიზრდება ამ ქონების ღირებულება, რაც დღეს იყიდა, ანუ კარგი ინვესტიცია განახორციელა სწორ ქვეყანაში. 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მოვიდა უძრავ ქონებას. შესაბამისი არ არის მოთხოვნა მიწოდება, ბალანსში არ გვაქვს. ახლა გვაქვს მიწოდება შედარებით ჭარბი, მოთხოვნა შედარებით ნაკლები. 2021 წელს მხოლოდ 11% იყო უცხოეთის მოქალაქე, ვინც შეიძინა თბილისში, თბილისზე ვსაუბრობ და ახლა 2025-ში არის 17%. რეალურად შესაძლებელია პატარა თანხებითაც საქართველოში ინვესტიციის დაწყება. რეცესიები ეხლა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა იმაში თანხდებით, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გარდაუვალია. არასოდეს ინვესტორი ინვესტირებას, როდესაც მაღალია ფასი მაშინ არ ახდენს, ახდენს მაშინ, როდესაც ფასი სტაბილურდება. საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებისთვის თბილისის როგორც მაპატიოს ჩემმა ქალაქმა, მაგრამ თავკომბალას შექმნა, ეს არ არის კარგი ტენდენცია ქვეყნისთვის. გამარჯობა, დღეს საკმაოდ საინტერესო სტუმრები მყავს, როგორც ყოველთვის. ეკატერინე ჭიღლაძე, უძრავი ქონების საინვესტიციო მოლაპარაკებების სპეციალისტი და ბესო ორთოიძე, კომპანია ARS-ის დირექტორი. დღეს ვისაუბრებთ უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში და არა მარტო. განვიხილოთ არსებული სიტუაცია, განვიხილოთ პერსპექტივები, აინტერესებს საზოგადოებას ეს საკითხი, ფასები, მისი პოლიტიკა, რა ინვესტიციები ხორციელდება, როგორ მიდის საქმე. ქალბატონო ეკატერინე, დავიწყოთ თქვენგან, საინვესტიციო მოლაპარაკებების ექსპერტი ხართ და როგორ ვითარდება საინვესტიციო ბაზარი. ეს არის მნიშვნელოვანი, რამდენად გაიზარდა, რა მოცულობები გვაქვს დღეს თბილისში, რეგიონებში და რომელი ბაზრები არის უფრო ინვესტორებისთვის მიმზიდველი. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან გამიხარდა ამ გადაცემის არსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელია ჯანსაღი მსჯელობა და დისკუსია. და წარმატებები მინდა გისურვოთ პირველ რიგში. რაც შეეხება საინვესტიციო ბაზარს და მიმართულებებს, ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა მიმართულებები, ეს მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე მოხდა. საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა უკვე უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოზე, ამას რაღაცა რამდენიმე რიგი ფაქტორები აქვს, რომელზეც გადაცემის მიმდინარეობისას კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, თუმცა რამდენიმე ძირითადი მიმართულება ნამდვილად არის საქართველოში გამოკვეთილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება არის მშენებარე პროექტებში ინვესტირება უძრავ ქონებაში, საწყის ეტაპზე ჩვენ ვიცით, რომ დაბალია ფასი და შემდგომ უკვე შეუძლია ნებისმიერ ინვესტორს მოგებით გაყიდოს, ეს მარტივი ენით და ყოველთვის გასაგებად რომ ავხსნათ. მეორე მიმართულება და ჩემთვის ასევე საკმაოდ საინტერესო ეს არის მიწის ნაკვეთების მიმართულებაც, თუმცა აქ არის გარკვეული შეზღუდვები და აქ არ ვსაუბრობთ უცხოურ ინვესტიციებზე, ამ შემთხვევაში ქართულ ინვესტიციებზე უფრო ვსაუბრობთ და ძირითადად კომერციული ფართები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენ გავმიჩნოთ როგორი ტიპის ინვესტორისთვის შეიძლება მე ვიყო საინტერესო როგორც რესპონდენტი, ხო? მსხვილ ინვესტორებს ჩემი რჩევები ნაკლებად ჭირდებათ ხოლმე, იმიტომ რომ მათ თავადაც იციან რა როგორ გააკეთონ და ბაზარზე ფანტასტიკურად ოპერირებენ. თუმცა არსებობენ საქართველოში მცირე ინვესტორები, რომლებსაც სურთ შემოაბიჯონ ამ სფეროში და მეტად უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ და მოსინჯონ თავიანთი ძალები. აი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის უფრო მეტი მრავალფეროვნება ჩვენს ბაზარზე და შეგვიძლია რაღაც კონკრეტული მიმართულებები ვურჩიოთ, კონკრეტული, ვთქვათ, მოგებები, პროგნოზირებები გავუკეთოთ და ამ მიმართულებით გავხადოთ უფრო ცნობიერების რა პროგნოზები გაქვთ? მომავალი წელი როგორი იქნება 2026-27 წლები როგორი?
იქნება. ჩვენ სტატისტიკა საკმაოდ საინტერესო გვაქვს. მე აქ თან მაქვს წამოღებული ასევე ოფიციალური მონაცემები, როგორც აკსტატის, ასევე შესაბამისი ორგანიზაციების, მაგალითისთვის ჩვენ კონკრეტული ციფრები შეგვიძლია ვთქვათ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქსტატი ამბობს, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მოვიდა უძრავ ქონებაზე და ეს იყო 17.2%. ეს არ არის პატარა ნიშნული, საკმაოდ კარგია. ტენდენცია იქნება, რა თქმა უნდა, მზარდი, ოღონდ ჩემი სუბიექტური აზრით ეს კარგი რატომ არის? არის სკეპტიკოსები, რომლებიც იძახიან, რომ საკმაოდ დიდი ციფრი არის ეს ეკონომიკისთვის და იმიტომ რომ არ არის ნაკლებობა წარმოების, ნაკლებობა არის სხვადასხვა დოვლათის შექმნის, სწორედ ამიტომ არის რომ მშენებლობაზე ამდენი წილი მოდის. კი ბატონო. რატომ არის კარგი? საინტერესო შეკითხვა. პოზიტიურ ჭრილში დინამიკა მზარდი ყოველთვის კარგი არის, მაგრამ აქ ჩვენ მივდივართ ახლა მაშინ უძრავი ქონების ბაზრის საერთოდ ინვესტიციების მოცულობის გულის კი ბატონო, მაგრამ ინვესტიციების პორტფელში მშენებლობის პროცენტის ზრდა, დადებითი ტენდენცია შეიძლება არ განვიხილოთ დადებითი ტენდენცია. გეთანხმებით აბსოლუტურად, აქ ჩვენ მივდივართ ძალიან საინტერესო მომენტთან, ეს არის უძრავი ქონების ბაზრის ციკლი. ეს ხო მუდმივი დინამიკა არის. ჩვენ თუ ავიღებთ ამ ბაზრის ციკლს და როგორც ამბობენ სპეციალისტები შესაბამისი 4 ეტაპად ყოფენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა რომელიღაც კონკრეტულ ეტაპზე ვართ ხომ? თუ წარმოვიდგენთ, რომ ბაზრის პირველი ციკლი შესაძლოა იყოს განვითარება, ანუ ეს მარტივი მონახაზი რომ გავაკეთოთ, განვითარების შემდეგ დგება პროცესი, როდესაც არის ჭარბი მიწოდება. ამ ჭარბი მიწოდების შემდეგ თვითონ ეს ბაზარი დინამიკურად მიდის რეცესიამდე და რეცესიის შემდეგ აღდგენამდე. მაშინ დავსვათ კითხვა ასე, რა ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ საქართველოში? ეგ ვიკითხე. აი საინტერესოა. ალბათ ვართ ჭარბი მიწოდების ეტაპზე. სადაც უკვე თუ კი რაიმეზე შეიძლება რომ ნებართვა გაცემულიყო, გაცემულია, მშენებლობები აქტიურად არის დაწყებული, თუმცა შესაბამისი არ არის მოთხოვნა მიწოდება. ბალანსში არ გვაქვს. ახლა გვაქვს მიწოდება შედარებით ჭარბი, მოთხოვნა შედარებით ნაკლები. ეს ციკლი გარდაუვალია რომ მოხდეს, მაგრამ არ არსებობს გარემოება, როდესაც ერთი კონკრეტული ციკლი არსებობს. ეს იმდენად გარდამავალია და თანმიმდევია ეს პროცესები, რომ შესაძლოა ორი ციკლი ერთდროულად გქონდეს ჩვენ ახლა. საინტერესოა, ჩაგეკითხებით, ბოდიში, ანუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მოსალოდნელი ახლა რეცესიის დაწყება. იცით რომ ეს ბუნებრივი პროცესი არის. ჩვენ თუ წინა წლებსაც გადავხედავთ, ეს მცირედი სხვაობები მუდმივად იყო, მაგრამ სტაბილური ზრდა მუდმივად ნარჩუნდება. ამის თქმა მინდა. ანუ ეს რაღაცა საგრძნობი ცვლილებები ჩვენ ბოლო 10 წლების განმავლობაში არ გქონია. ჩვენ გავაკეთეთ სტატისტიკები, მაგალითად მოვიკვლიეთ ინფორმაციები და ბოლო 10 წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასი 60%-ით გაიზარდა. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 60%-ით სტატისტიკა. სხვათა, აი შეიძლება მეშლება. კი ბატონო, შესაძლოა მეშლება 10 წელი, მაგრამ თბილისის საინტერესო არის მოსახლეობას ესა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზრდილი არის უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში 60%. შედარებისთვის სომხეთში არის გაზრდილი 35%-ით, 35-დან 40%-მდე და აზერბაიჯანში 45-46%-ით. ანუ ამ რეგიონში ლიდერები ვართ ფასის ზრდასთან დაკავშირებით. ხშირად მოსახლეობა ამას უყურებს როგორც ნეგატიურ პროცესს, როდესაც იზრდება ქონების ღირებულება. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია ადამიანისთვის, ვინც ყიდულობს სახლს იმ მომენტში, მაგრამ იმ მომენტშია ცუდი, იმიტომ რომ ძვირად ყიდულობს სახლს. აბა თუ შევხედავთ ამ პროცესს ასე, რომ 5 წელიწადში თუ 60%-ით გაიზრდება ამ ქონების ღირებულება, რაც დღეს იყიდა, ანუ კარგი ინვესტიცია განახორციელა სწორ ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი, რომელსაც მოსახლეობამ არ უნდა შეხედოს ნეგატიურად, პირიქით. აი წარმოვიდგინოთ, მაგალითად, გვაქვს $100,000 შეძენილი 2021 წელს სახლი, რომელიც დღეს $160,000 ღირს. ან ბებიამ და ბაბუამ დაგვიტოვა სახლი, რომელიც 2021 წელს ღირდა $50,000 და ახლა 60%-ით ძვირი არის ამ სახლის ფასი. შესაბამისად, ჩვენ ვინც ფლობთ, ადამიანები ვინც ფლობენ real estate, ბინას, კომერციულ ფარს ან მიწას, ისინი მდიდრდებიან და მდიდრდებიან მაგალითად სომხეთის მოქალაქეებზე უფრო სწრაფად და აზერბაიჯანის მოქალაქეებზე უფრო სწრაფად. ეს არის საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და გასათვალისწინებელი და უნდა გაიგოს ეს მოსახლეობამ, რომ ეს არის კარგი ტენდენცია. ახლა ერთ კომენტარს გავაკეთებ, ბოლო 5 წელიწადში კი არა, 2022-2023 წელს გაიზარდა 50%. ანუ
ბოლო 5 წელიწადში არა, 2 წელიწადში მოხდა ესე სწრაფის და მოხდა და შემდეგ უკვე დასტაბილურდა. თლიანი შეწონილი, ასე ვთქვათ, პროცენტული რაოდენობა 2021 წლიდან ასეა. ბესო ეთახმები მოსაზრებას, რომ შეიძლება რეცესიის პროცესში შევიდეთ და ჭარბია მიწოდება ეხლა ვიდრე მოთხოვნა. რეცესიის პროცესში ყველაზე დიდი რისკი იყო ზუსტად 2023 წლის ბოლოს, რა ყველა მონაცემები მაგაზე მეტყველებს, როცა ფასი ძალიან სწრაფად გაიზარდა. და ეგ არის ხოლმე წინაპირობა, რომ რაღაცა კრიზისი დაწყებულიყო. ისედაც ზოგადად საქართველოს და უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში ახასიათებს გარკვეული ციკლი, ეკატერინე ძალიან სწორად აღნიშნა, თუმცა თითქოს გადავწდით მაგას, იმიტომ გადავედით სტაბილურ პერიოდში, ხო? ეს ფასი, რომელიც სწრაფად გაიზარდა, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორები იყო და თვითღირებულება გაიზარდა. ამ შემთხვევაში აი მანდ რო ჩამოშლილიყო, მანდ იყო გაზრდილი რისკები, ხა? ნებისმიერი კვლევა რო ავიღოთ, იქ იყო რომ აი წითელ ზონაში მაშინ ვიყავით. ამის მერე დაიწყო დასტაბილურება ფასმა და უკვე მე-3 წელი დაიწყო რომ აი დასტაბილურებული ფასების პირობებში ვართ, ხო? იჯარის ფასი მოდის ქვევით, უძრავი ქონების ფასი, ანუ გასაყიდი ფასი, ასე ვთქვათ, არ შემცირებული და სტაბილურად იზრდება, რაც ახასიათებდა ქართული უძრავი ქონების ბაზარს, აი 2019 წლამდე, როცა შედარებით თავისუფალი იყო გარე ფაქტორების ჩართვისგან, მერე პანდემია იყო, ვიცით და ფასები შენარჩუნდა, არც გაზრდილა, არც შემცირებულა, მერე ძალიან სწრაფად მოხდა თვითღირებულების და უძრავი ქონების ფასები, გასაყიდი გაიზარდა და ეხლა ვარ დასტაბილურების პერიოდში. ანუ ბაზარი ეჩვევა. ჩვენ გვახსოვს, რომ უძრავი ქონება ღირდა $500-600 იყიდი, მერე $800-900 გახდა და ეხლა საშუალო ფასი თუ სწორად მახსოვს, სადღაც $1300. ანუ გარეუბრებში $1250-ია საშუალო, ცენტრალურ რაიონებში $1800 და პრემიალურ ადგილებში საშუალო ფასი არის $3000-3200. ამიტომ ეხლა მნიშვნელოვანი იყო გასული 2 წელი, რომ ეს ფასი აღვიქვა და რაღაცნაირად ამ ნიშნულზე მოსახლეობისთვის, რომ აი ახალი ნიშნული გაჩნდა ფასის მიმღებლობა ყოფილიყო და ეს მიიღო ბაზარმა და ვხედავთ ხო ტრანზაქციების კუთხით შეიძლება 2022 წელი იყო სარეკორდო ტრანზაქციების კუთხით, მაგრამ საშუალოდ 40-42 ბინა იყიდება თბილისში, ხო? მაგრამ სარეკორდოა ღირებულების კუთხით. ახლა გასულ წელს სწორედ მახსოვს 3 მილიონს გადაცდა მთლიანი 3 მილიარდს. 3 მილიარდს გადაცდა ხო მილიონი. შუაში 3 მილიარდს გადაცდა და ეს სარეკორდო მაჩვენებელია. შესაბამისად დაუბრუნდით სტაბილურ პერიოდში. შესაბამისად რეცესიები ეხლა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა იმაში თანხდებით, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გარდაუვალია განვითარებადი ქვეყნისთვის მსგავსი რეცესიები. რეცესია არ არის ცალსახად ცუდი პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როდესაც აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ხო, ინვესტორებისთვის ყველაზე სახარბიელო პროცესი როდის არის? რა თქმა უნდა ეს პერიოდი, იმიტომ რომ მეტი შანსი აქვს თქონება მიიღონ დაბალ ფასში და ასეთ პროცესებს ელოდებიან კიდეც ინვესტორები. არასოდეს ინვესტორი ინვესტირებას, როდესაც მაღალია ფასი მაშინ არ ახდენს, ახდენს მაშინ, როდესაც ფასი სტაბილურდება. ამიტომ ჩვენ მე აზრი რომ დავასრულო, იქნება სწორი ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ რეცესიული რომც იყოს შეუმჩნეველი და შესაძლოა ეს ჩვენ ვერ ვამჩნევთ ასე ცალსახად, მაგრამ ეს ინვესტორისთვის ფანტასტიკური პერიოდია. იმისთვის რომ მისთვის ლოგიკურ ფასად მიიღოს ის უძრავი ქონება, შემდეგ ისევ დაელოდოს ამ ციკლის მიმდინარეობას და კიდევ უფრო მოემატოს მის ქონებას ღირებულება. ამიტომ ცალსახად ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პერიოდი ადამიანებისთვის, რომლებსაც რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ არ გვაქვს ეს კრიზისები. მოლოდინები თქვენ გახსოვთ ალბათ რუსეთ-უკრაინის ომი რომ იყო შიში იმის, რომ საქართველოსაც ეს უარყოფითად შეეხებოდა, თუმცა პრაქტიკაში ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს უარყოფითად ამ სფეროში არ აისახა, ხო? თუმცა ეს არ იყო სწორი დატვირთვა, ეს არ იყო იმპულსური დატვირთვა სწორი, იჯარა მაშინ გაიზარდა თქვენ როგორც ახსენეთ. ანუ პირიქით იყო რა, პირიქით. თუმცა იჯარა დაუბრუნდა მის ნიშნულს, ძველ ნიშნულს. ეს შემცირებად არ უნდა აღვიქვათ, რაც ახლა ხდება. რა ნიშნულზეც იყო იქნა შემცირდა. ეს იყო ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდა, მაინც უფრო მაღალია, ვიდრე იყო სტაბილური და სტაბილურამდე იყო, იმაზე კი, იმიტომ ეს ხელოვნური ზრდა იყო და მაინც და მაინც კარგი არ აღმოჩნდა. რამდენი არის წილი, აი თქვენ საუბრობთ, რომ რეცესიის დროს საინტერესო არის პირიქით ინვესტორებისთვის ინვესტირება. რამდენად არის, რამდენია წილი ინსტიტუციონალური
ინვესტორების, აი ამ ინვესტორთა პორტფოლიოში, იმიტომ რომ არაინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის, როდესაც რეცესია, ის ბაზარი საშიშია. ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან ის ადამიანები და venture capital ფირმები, რომლებსაც შეუძლიათ რომ გარისკონ არა, აიღონ დღეს ასე ვთქვათ დადისკაუნტებულ ფასად რაიმე ქონება და დაელოდონ 3, 4 და 5 წელიწადი. ეს არ არის დაუშვათ ინვესტორი, რომელიც რამდენიმე მილიონი ჩემოდის ბაზარზე, ხო? აი რამდენია წილი, აი დიდი ასე ვთქვათ, მოდი დავარქვა ვეშაპების, ვინც ვეშაპი ინვესტორების, ვინც შეიძლება რომ დაელოდოს რეცესიას და სწორედ მაშინ გააკეთოს ინვესტიცია, სწორედ იმიტომ რომ რამდენიმე წლის შემდეგ და გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღოს უფრო დიდი შემოსავალი. საინტერესო კითხვა, ამის ცალკე სტატისტიკა მე არ მაქვს და ვერცად ნახე სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი საქსტატის და დამოუკიდებელი კერძო კომპანიებიც, რომლებიც ამის მოკვლევას ახდენენ, ძირთადად მოხდენილი ტრანზაქციების შემდგომ ითვლიან და ესეც არ არის მაინც და მაინც სრული სტატისტიკა, ანუ სრული რიცხვები, ამასაც თავისი მიზეზები აქვს, თუ გნებავთ შემდეგ ეტაპზე ამაზეც ვისაუბროთ. კი, საიდან გამოაქვთ ეს დასკვნები, ანუ ეს რაოდენობები საიდან მოდის, ხომ? ჩვენ თუ მაგალითად მშენებარე პროექტებში ვითვლით ეგრეთ წოდებულ pre-sales-ზე, ანუ წინასწარ გაყიდვაზე გაყიდულ რაოდენობებს, მაშინ დავსვათ კითხვა, რამდენია ჩაბრუნებული ბინების პროცენტული მაჩვენებელი. ამაზე ხო აღარავინ საუბრობს შემდგომ. ანუ ჩვენ საუბრობთ განვადების გაყიდვაზე პირობითად, რაც დღეს საკმაოდ აქტუალური გახდა მშენებლებისთვის, ხელმისაწვდომობა გაზარდეს, იმიტომ რომ წინასწარი შენატანები ადამიანებს უკვე აღმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ ესე დადებული თანხები და საკმაოდ ისეთი პრაქტიკა არის, რომ მარტივი ხდება ნებისმიერი, თუნდაც იგივე საქართველოს მოქალაქისთვის საკმაოდ მარტივი ხდება მშენებარეში ბინის ყიდვა, თუნდაც შემდგომ გასაქირავებლად ან გასაყიდად. თუმცა ეს რატომ თქვი, რომ მაინც და მაინც აუცილებლად სწორი ციფრები არ გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით. თუნდაც ფასთან მიმართებაში საბაზრო ღირებულების დადგენა როგორ ხდება, შევდივართ პლატფორმებზე, რა ფასებითაც არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი საბოლოო ღირებულება რა ფასადაც ის გაიყიდა, ჩვენ ეს არ ვიცით. და ჩვენ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა ვიცით, რომ წარმოდგენილი ფასებით არასოდეს არ იყიდება. ანუ იყიდება ყოველთვის უფრო შედარებით განსხვავებული ფასებით ის კონკრეტული უძრავი ქონება. ამიტომ მეტნაკლებად ახლოს ვართ დინამიკასთან, ახლოს ვართ ამ ყველა სტატისტიკით, რაც ციფრებში გვაქვს, თუმცა კიდევ არის იქ რაღაც დასაზუსტებელი. ცალკე საინვესტიციო მიმართულებების სტატისტიკა და აღრიცხვა არ ხდება. მე ყოველ შემთხვევაში ეს არ მინახავს, თუ უბრალოდ საერთაშორისო ინვესტიციებს ესე წილობრივად არ ავიღებთ. აქ ჩვენ ვერ ვიგებთ ეს როდის მოხდა და რა დინამიკაში, მაგრამ ცალსახაა, როდესაც თან ინვესტიცია რას ნიშნავს? ხო, ინვესტიცია არ არის მაინც და მაინც დღეს ვიყიდო. ინვესტიცია არის სწორად ვიყიდო და სწორი ფასით. თუნდაც მომიწიოს 1 წლის ალოდება. ასე იქცევიან ინვესტორები. იმპულსურ გადაწყვეტილებებს არასდროს არ ედიან. ინვესტორები ყოველთვის ინსტიტუციონალური ინვესტორები და არა დაუშვათ ადამიანი, ფიზიკური პირები, რომლებიც ასევე ითვლებიან ინვესტორებად და აი მაგ წილია საინტერესო, ხო, ფიზიკური პირების და ინსტიტუციონალური ინვესტორების წილი არის ძალიან საინტერესო და შემდეგი გადაცემისთვის ვეცდები რომ მე მოვიძიო ეს ინფორმაცია. ბოლო პერიოდში ფიზიკური პირები გააქტიურდნენ და უკვე გისმენენ და გეკითხებიან, აი როდის ჯობია, როგორ ჯობია რომ მოვიქცე და ჩვენ რაც ვიცით ჩვენი პრაქტიკით და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვეუბნებით რომ აი სეზონები მაგალითად განსხვავებულია ხომ, წლები, დინამიკა, იგივე საერთაშორისო ურთიერთობები ამ მნიშვნელოვანი ქვეყნის გეოპოლიტიკა, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ამ სფეროსთვის, ამიტომ. ბესო, მე მაყურებელს კი ძალიან ცნობილი ბრენდის დირექტორი ხარ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავახსენებ, რომ არსი არის კომპანია, რომელიც მიმდინარე პროექტებსაც ჩამოთვლის, საკმაოდ მასშტაბურად ხართ ბაზარზე შესული, ეს არის შენი სახლი ჯიქიაზე, შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე, შენი სახლი ლისზე, შენი სახლი სამგორში, საკმაოდ დიდ პროექტებს აკეთებთ და დიდ განაშენიანებებს, ხო? შესაბამისად, საკმაოდ დიდი გააქვთ მიწოდებაც. როგორ არის დინამიკა, რა ცვლილებებია წლიდან წლამდე, აი შარშანდელ წელს თან შედარებით, ან უბრალოდ აქ უფრო სწორია, რომ კვარტალთან მიმართებაში 2025 წლის ბოლო კვარტალი და 2026 წლის შედარებები რო გავაკეთოთ. რა დინამიკა გაქვთ აი კონკრეტულად თქვენ კომპანიაში? ხო, პატარა კომენტარს გავაკეთებ სტატისტიკასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრჯერ მისაუბრია, რომ სამწუხაროდ არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, ეს არის დაგვიანებული სტატისტიკა, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ დღეს ბაზარზე ეგრეთ წოდებული წინასწარი, ანუ pre-sale-ები არსებობს, ეს არ აღირიცხება საჯარო რეესში, შესაბამისად ჩვენ ვიცით საბოლოო ნასყიდობები და
ტენდენციას ასახავს, აი თქვათ რა რაოდენობას ბინები იყიდება ყოველწლიურად, რა ფასის, მაგრამ არის ცოტა დაგვიანებული. ანუ შეიძლება იყოს 2020 წელს გაყიდული და ეს 2025 წელს მოხდა. თუმცა გვაქვს მხოლოდ ეს და ამაზე ვეყრდნობით და ყოველთვის საუბრობთ ამის მიხედვით ტენდენციაზე, მაგრამ გვაქვს ცოტა დაგვიანებული. ანუ live რეჟიმში არა გვაქვს ეს სტატისტიკა, თუმცა ფასის რო აუხსნათ მაყურებელს, ანუ კომპანია ყიდის ბინას, ყიდის ჯერჯერობით მშენებარეს დაურეგისტრირებელს საჯარო რეესტრში, შესაბამისად საჯარო რეესტრისგან აღებული სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ აღებული ინფორმაციაში ეს გაყიდული ბინა არ ფიგურირებს ახლა, როდესაც მშენებელი ჩააბარებს კორპუსს და რეესტრში გატარდება, შემდეგ აისახება არა და შეიძლება 1 წლის წინ იყოს ეს ბინა რეალურად გაყიდული. აი საშუალოდ 1 წლიანი დაგვიანება გვაქვს ხოლმე, თუმცა ტენდენციისთვის მაინც საინტერესოა და ნუ სამწუხაროდ სხვა არა გვაქვს და ამას უყურებთ. ასევე დავეთანხმები ეკატერინეს, რომ ნუ ფასის ნაწილში უფრო მარტივადაა საქმე, რომ შეგვიძლია ნახოთ კომპანიები რა ფასად ყიდიან და დაახლოებით საშუალო ფასი გამოიყვანოთ, თუმცა აქაც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ფასდაკლება, რაც ჩვენ კომპანიის შემთხვევაში არ არის, ანუ გამოცხადებული ფასი, ის გასაყიდ ფასს გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ჩვენ პროდუქტზე ყოველთვის მაღალია. ვახომ ახსენებთ ჩვენი პროექტები და რაც მნიშვნელოვანი მახასიათებელი და უპირატესობა არის ეს, რომ არის კომპლექსები, რამოდენიმე ათეული კორპუსისგან შემდგარი უბანია და იქ კაპიტალიზაცია ძალიან სწრაფად ხდება. ანუ რაც დრო გადის, ფასი, ყოველი სახლის ფასი უფრო მაღალია ვიდრე წინა სახლის, ეს პრინციპი არ დარღვეულა არც ერთ ჩვენ პროექტში, რაც განაპირობებს შემდეგ უკვე მაღალ მოთხოვნას, დაბალი განაშენიანება, აქცენტი ძირითადად კეთილმოწყობაზეა, ბინების გეგმარებაზე, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა არის ესეთი, რომ ბინაში უნდა იყოს კომფორტულად და ეზოში და რასაც ბინიდან ხედავ და არა ვთქვათ სახლს რო უყურებ, თუმცა ვიზუალურადაც ჩვენი სახლები საკმაოდ ყუდრო და მომხიბვლელია, იმიტომ რომ ქართული აგურით არის მოპირკეთებული, თუმცა არ ვიყენებთ რაღაცა ძალიან ძვირადღირებულ მასალებს ამ შემთხვევაში სახლის არქიტექტურისთვის და ნუ ეს შესაბამისად მეტი ფულიც ალბათ თქვენი მიდის ეზოს კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურაში, რაც ყველა უბანში გამორჩეულია არის და შესამჩნევი. ხო, მაგიტომაა ეს პროდუქტი ესეთი ჩამოყალიბდა, ხო? ამით რაღაცა სხვა პროექტებს არ ვაკნინებ, მაგრამ სხვებს აქცენტი აქვს თქვათ სიმაღლეში, როცა ეზო არა გაქვს, მე მთელ აქცენტს აკეთებ ვიზუალურ არქიტექტურაზე და რაღაცნაირად პროდუქტი რომ მომხიბვლელი იყოს, შესაბამისად უფრო ძვირადღირებული მასალებია, რაღაცა დიდი სადარბაზო და ასე შემდეგ, ჩვენ სხვა კონცეფცია გვაქვს და ამან ძალიან გაამართლა, ანუ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, რაც შეეხება გაყიდვების ტენდენციას, ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და ანუ მიუყვებით ამ ბაზრის ტენდენციას, იმიტომ რომ ბაზარზეც ახლა თუ ნახავთ შემოსავლების და კაპიტალიზაციის კუთხით ყოველწლიურად უმჯობესდება უძრავი ქონების ბაზარი და 2026-იც ახლა თუ წინა წელს შევადარებთ, არასწორია, იმიტომ რომ წინა წლის იანვარში გვახსოვს რა ხდებოდა და ნუ თითქმის არ იყო ტრანზაქციები, საკმაოდ ნორმალური თვე იყო იანვრის თვე. მიუხედავად იმისა, რომ იანვარია და ყველაზე ნაკლებ დატვირთული თვეა და ტენდენცია გაგრძელა, რაც გასული წლის ბოლოს იყო საკმაოდ მაღალი მოთხოვნის შენარჩუნდა უკვე მიმდინარე წელს და საკმაოდ სტაბილურად დაიწყო მიმდინარე წელიც და ახლა იმაზეც ინვესტიციების ნაწილზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვახსენე წლიურად 40-42,000 ბინა იყიდება თბილისში. საიდანაც ახალაშენებულში პირველადი ტრანზაქციით ნახევარია აქედან და ასევე მეორადი ტრანზაქცია, ანუ მეორად ბაზარს რო ვეძახით, იქაც ნახევარი მოდის პირველად ახალაშენებულ სახლებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თბილისში დაახლოებით 65-70% იყიდება მხოლოდ ახალაშენებული ბინა და აი ეს ახალაშენებულში მეორადი ტრანზაქცია ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი წილი არის ადამიანები, ვინც ყიდულობენ საინვესტიციოდ, რომ შემდეგ არემონტებენ ან ელოდებიან ფასის გაზდას და შემდეგ ყიდიან. ამაზე მეტყველებს და მოთხოვნის ნაწილზეც რო ვისაუბროთ,
რა ფაქტორებია, იმიტომ რომ სულ კურირებს ეს და რაღაცა ყველა ამ კითხვას ვასვამს, აი რამდენი უნდა აშენდეს, რატოა ესეთი მოთხოვნა მაღალი, რამდენი ბინა უნდა გაიყიდოს და ასე შემდეგ და პირველი რაზეც თითქმის არასოდეს საუბრობენ, ეს არის რაღაცა მენტალური კულტურული ამბავი, იმიტომ რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და თუ გარშემო მოვიხედავთ, ადამიანის პირველად მოთხოვნა საქართველოში არის უძრავი ქონების ყიდვა. პირველი ხელფასი აქვს, როგორც კი წვდომა აქვს თქვა იპოთეკურ სესზე, უნდა რომ რაც აბსოლუტურად ნორმალურია. ნორმალურია, ჩვენი ქვეყნისთვის ნორმალურია, თუმცა განვითარებულ ქვეყანაში ესე არ არის. არ აქვს იქ მიჯაჭულობა, რომ აუცილებლად საკუთრება უნდა გქონდეთ, ხო? ფასის დაზე როცა საუბრობთ, რომ აი ფასები იზრდება, ხო, ეს არ არის პირველადი მოხმარების საგანი და საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ფლობს უძრავ ქონებას. შესაბამისად, ფასების და ნიშნავს, რომ ყველას აქტივი და ასე ვთქვათ, მათი საკუთრების ფასი იზრდება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში, დასავლეთში, ამერიკაში ეს არ აქვს მიჯაჭულობა, რომ მაინც და მაინც სადღაც რომელაც ქალაქში იყიდონ უძრავი ქონება, იმიტომ რომ იქ განვითარებულია ბევრი ქალაქი, შეიძლება დღეს თბილისში მუშაობდე, რაც 2 წელიწადში სხვაგან მოგიწიოს სხვა ქალაქში გადასვლა. ხო, ახსენდება გარშემო ადამიანები, ვინც ესე შეიძლება ხშირად შეიცვალონ ადგილმდებარეობა. ამიტომ ჩვენთან განსაკუთრებული აქვთ ინტერესი უძრავი ქონების ყიდვის, ხო? ხედავთ ბევრი შემთხვევა, მაგრამ უამრავი ავარიული ისა გვაქვს, ხო, ფონდი თბილისში, ხო, როგორც ძველი თბილისის ნაწილში, ისტორიულ ნაწილში, ასევე საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ სახლებში, ხო? აღარავის უნდა იქ ცხოვრება. მაგაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომ ყველას უნდა რომ რაღაცნაირად ის გაყიდოს და ახალ აშენებულ სახლში გადავიდეს, ხო? აღარაფერს ვამბობ, ეს ტრადიციულად, რაზეც ბევრს საუბრობთ ხოლმე, ოჯახის ზომები, რომლებიც განვითარებასთან ერთად იცვლება, урбанизация, რომელიც არაფერი არ არის ცუდი არის, მარტო თბილისი რო იზრდება, თორე урбанизацияში ცუდი არაფერია, ხო? თუმცა გაიზარდა თბილისი კი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შევაჯამოთ, თორე ბევრი ქალაქი რუსთავიც დაიტვირთა ამ პერიოდში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რატომ იყიდება ამდენი ბინა და რატომ არის მუდმივად ესეთი ზრდადი მოთხოვნა, ხო? აი ბესო როგორც შეინაღნიშნე, ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ადამიანებს უჩნდებათ კეთილდღეობა იმისი, რომ ოჯახები ასე ვთქვათ, ერთად აღარ ცხოვრობდეს ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილი, შემდეგ ცოლი მოყავს შვილს, ან თხოვდება და ასე ვთქვათ, გაიყოს და მათ საჭიროება დაიკმაყოფილონ ახალი ბინით. ერთი ეგ არის, შემდეგ ფაქტორი არის, რომ თბილისი იზრდება, წუდია სხვა ერთის урбанизация ამ შემთხვევაში ხო ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისი გაიზარდა 160,000 მაცხოვრებლით. რაც საკმაოდ დიდი ციფრი არის და 15%-ზე მეტი 15%-ამდეა დაახლოებით. შესაბამისად, ნუ ეს რა თქმა უნდა, ესეც მოქმედებს ამ ბაზრის ზრდაზე. საინტერესო არის სხვათა შორის სტატისტიკა, რომელიც არის ასეთი ყბადაღებული თემა არის, რომ საქართველოში მოსახლეობას გონია, რომ უცხოელების ხარჯზე იზრდება ბინების რაოდენობა და სამშენებლო კომპანიები აშენებენ ბევრს, იმიტომ რომ ბევრი უცხოელი ყიდულობს. ჩავხედე სტატისტიკას და 2021 წელს მხოლოდ 11% იყო უცხოეთის მოქალაქე, ვინ შეიძინა თბილისში ბინა, თბილისზე ვსაუბრობ და ახლა 2025 არის 17%, ანუ 83% ქართველები ყიდულობენ ბინებს და 17% უცხოელები. ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ 6%-ით არის გაზრდილი, ანუ ესეთი კატასტროფული ციფრი არ არის, რასაც ხანდახან ვხატავთ ხოლმე და გონია, რომ აი ესეთი ყიდულობენ მაინდა-მაინც უცხოელები და ქართველისთვის არ შენდება, ესეთი ის არის ხოლმე, რა ქვია, გამოძახილება უფრო დაბალია ეგ ციფრა, მაგრამ ჩვენ კომპანიის შემთხვევაში 96%-იანი ნიშნული გვაქვს. ქართველები 96% და მხოლოდ 3-4%-ია არა ასე ვთქვათ რეზიდენტებზე. თუმცა მეორედ ბაზარზეა ცოტა მაღალი წილი, რომელიც 15-17%-ამდე ადის, უკვე მეორე ტრანზაქციის დროს, რაც იმას ნიშნავს და ლოგიკურია მანდ, რომ ვთქვათ, ძირითადად ჩვენთან ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული თეთრი კარკასის კონდიცია და უცხოელები შედარებით უკვე გარემონტებულს ყიდულობენ. ანუ
იგივე ქართველი რომელიც ყიდულობს საინვესტიციოდ შემდეგ ყიდის უცხოელს და მაგას ნიშნავს რომ ეხლა ბათუმ სამრაშო ვხედავთ იმიტომ იქ 50%. ესო დაახლოებით რა პროცენტი გაქვთ აი როგორი სტატისტიკაა თქვენს კომპლექსებში საინვესტიციოდ რამდენი პროცენტი ყიდულობს ბინას დაახლოებით. ხედავთ ხო არიან ადამიანები რომლებსაც 30-ზე მეტი ბინა აქვთ ნაყიდი და არაერთია ესეთი ადამიანი და ნუ მაგასაც გარკვეული ციკლი აქვს რა რაც თქვა აი როცა 22-23 წელს სწრაფად ხდება ფასის და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო საინტერესოა და შეიძლება 50%-საც კი მიაღწევს ამ ნიშნულმა თუმცა როცა შედარებით დასტაბილურებული პერიოდია უფრო ნაკლებ მიმზიდველია და პირობითად უფრო გრძელვადიანი პროექტები შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო სადაც დღეს ფასი შედარებით დაბალია და ვთქვათ პროცესში ანუ 2 წლის მერე შეიძლება გაიზარდოს ჩვენ პროექტებს ისიც ახასიათებთ რომ არის საცხოვრებლად ძალიან ისეთი რა ქვია კარგი და კომერციულადაც ანუ საინვესტიციოთაც გასაქირავებლად ძალიან კარგია იმიტომ რომ თვით ყოფადი უბნები გვაქვს რა ანუ გარდა საცხოვრებელი და კეთილმოწყობა და რეკრეაცია არის კომერციული ფართები ანუ ყველაფერი ის რაც ჭირდება ცხოვრებისთვის და დღეს ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად გასვლა არ გიწევდეს ხო აფთიაქი იქნება კვების ობიექტი თუ სუპერმარკეტი შესაბამისად ამ ნაწილში ცოტა აცდენილები ვართ დადებითი კუთხით ბაზარს და თუ სხვაგან თქვა გასაქირავებელი ფასი ჩამოვიდა რაღაცა 9 $10 კვადრატულზე ჩვენთან ცოტა 14-15%-ია მე როგორც ნახე. შედარებით მაღალია და ეხლა ამაზეც რო ვისაუბროთ ეხლა საქართველოში ეხლა ვახომ დასაწყისში ახსენა რომ აი მარტო უძრავი ქონების სექტორი ვითარდება, თქვა ბევრი სხვა სექტორი ჩამორჩება ამ კუთხით, მრეწველობა იქნება თუ ასე შემდეგ და ნუ სამწუხაროდ ეხლა შეიძლება ეს დეველოპერებისთვის კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან სხვა საინვესტიციო გარემო არ აქვს, ანუ დღეს რო გქონდეს დანაზოგი გარდა მენტალური და კულტურული ამბავის რომ წავიდეთ და უცლელად უძრავი ქონება ვიყიდოთ, არა გაქვს ალტერნატივა, ხო? ბანკის დეპოზიტსაც რო შევხედოთ, ხო? ნუ 2-ჯერ, 3-ჯერ, ხანდახან 4-ჯერაც მეტია ამონაგები უძრავი ქონებიდან, ვიდრე უბრალოდ დეპოზიტზე რო დადო თანხა და ნუ სხვა არატრადიციულ საინვესტიციო ნაწილში აი კოვიდის მერე საკმაოდ შემცირებულია, ხო, იქნებოდა ეს რაღაც აქციები, კრიპტოვალუტა თუ ასე შემდეგ, სადაც მაღალ რისკიანია და სადაც ხო იყო, თქვათ, გარკვეული ის, იმიტომ რომ პანდემიის ფონზე საკმაოდ გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, წესით როა უნდა ყოფილიყო და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ ყველა ის ინვესტიციები, სადაც სხვადასხვა სფეროში ჰქონდათ, საკმაოდ ზარალიანი იყო პანდემიის პერიოდში და გადმოერთნენ უძრავ ქონებაში და მაგან საკმაოდ მიწებზე როგორი ის გახდა მოთხოვნა გემახსოვრებათ თქვენ თბილისის შემოგარენში მაშინ დაიწყო ზუსტად ახალისება თქვენ კერძო სახლების აშენების საკმაოდ ტენდენციური იყო საგურამო მაშინ გახდა ბევრად უფრო აქტუალური და დაიტვირთა საფრთხეების ამბავით შემოდიოდა რომ რაღაცნაირად და ზუსტად აი ამ კოვიდმა შეუწყო ხელი მიწის ნაკვეთების რეალიზების ტემპის ზრდამ და ქალაქიდან გასვლის ტენდენციამ წეგან ვახსენეთ ჩვენ რომ თბილისი გაიზარდაო და ეს საკმაოდ კარგი ტენდენციაა, იმიტომ რომ მთლიანად თბილისის შემოგარენში ყველა მიმართულებით 1 საათის მოშორებით მაქსიმუმ 1 საათის თბილისის გარდას მე კარგ ტენდენციას ვერ დავარქმევ. ეგ უკვე ესე გაიზარდა. გეთანხმებით აბსოლუტურად. ეგ უკვე კი ბიზნესისთვის რაღაცა ბიზნესებისთვის შეიძლება ხელსაყრელი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებისთვის თბილისის როგორც მაპატიოს შემოქალაქმა, მაგრამ თავკომბალას შექმნა ეს არ არის კარგი ტენდენცია ქვეყნისთვის. ეკატერინე, საინტერესო არის თქვენ ანუ ეხმარებით ინვესტორებს მოლაპარაკებაში. საინტერესო არის ეხლა ბესო და მისი კომპანია აშენებენ ძალიან ბევრს საშუალო სეგმენტს დავარქმევ მე ვიზეც არიან ტარგეტირებული ისინი და ყველაზე დიდი სეგმენტი ეს არის მე ვაშენებ მაგალითად პრემიალურ სეგმენტში და ჩემთვისაც საინტერესო არის რას ირჩევენ ინვესტორები რა მიმართულებას როგორი ტიპის ბინებს ყიდულობენ ან რა რჩევებს აძლევთ თქვენ ეს საინტერესო იქნება მაყურებლისთვის იმიტომ რომ ხა ადამიანები გვიყურებენ ვინც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს რომ გააკეთოს ინვესტირება real estate-ში და თქვენგან ექსპერტული მოსაზრება საინტერესო იქნება აი რა ტიპის ბინებს ყიდულობენ ჩემთან მაგალითად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აი მე ვაკეში მაგალითად აი ხო პროექტი მაქვს სადაც პატარა ბინები საერთოდ არ უნდათ
პატარა ბინებს აერთიანებენ პირიქით 150 კვადრატული და პლუს ყიდულობენ ჩემს შენობებში, დიახ. კი, უბნის სპეციფიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია კედარო ჯგუფი ოპერირებს ძველ თბილისში და ჩვენ უკვე 7 წელზე მეტია ძველ თბილისის მიმართულებით ვმუშაობთ, ჩემი ასე ვთქვათ, საინვესტიციო არეალი ძირითადად არის დატვირთული ამით. მეორადი ქონების ყიდვა, ან განახლება და შემდგომ გაყიდვა, ან რა თქმა უნდა გაქირავება შესაბამისი დანიშნულებით. ანუ თქვენი ძირითადი მიმართულება არის add value investment. დიახ, ეს არის ევროპელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, როდესაც შედარებით ესეთი ლიკვიდურ ქონებას ყიდულობენ, აუმჯობესებენ. ეს ევროპაში ყველაზე დიდი არის, 35-37% ინვესტიციების ევროპაში არის add value და საინტერესოა საქართველოში როგორ არის. მე ბოდიში მაყურებელს განუსაზღვრავ, ხო, ჯობია ვინც არის ეს add value ინვესტიცია უძრავი ქონების ბაზარზე არის, როდესაც შენ ყიდულობ დაზიანებულ შენობას და გრევის პირას მყოფ შენობას ან გასარემონტებელ შენობას და შემდეგ ამის რენოვაციით, გარემონტებით, გაკეთილშობილებით ან სხვა ფუნქციის შეძენით შემდეგ ყიდი ამას და საკმაოდ დიდი მოგების მარჟა არის და საკმაოდ საინტერესო არის, იმიტომ რომ თბილისი ავარიული ქალაქია, ძალიან ბევრი ესეთი დაზიანებული შენობაა და საინტერესო იქნება, რომ აი მოსახლეობამ ვინც ფიქრობს ამ სფეროში ინვესტიციაზე, მე რჩევას ვაძლევ, რომ მოძებნოს აი ესეთი დაზიანებული ან გასარემონტებელი შენობები, შეიძინოს, თუ გაქვთ ამისი შანსი, შეიძინოთ და შემდეგ უკვე უფრო ძვირად გაყიდოთ. ბოდიში ჩაგეჭერით და ძალიან საინტერესო ჩამოაყალიბეთ, დასამატებელი მაგნაწილში აღარაფერია. შევნა თქვა, მე დაგეხმარებით მაგრამ ნამდვილად ერთ რამეს დავამატებ უბრალოდ. გარდა იმისა, რომ უნდა დაინტერესდნენ და მე ამას უკვე რამდენი წელია ვამბობ, რომ ერთ-ერთი საინვესტიციო ბაზარია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი ბაზარია. გამომდინარე იქიდან, რომ ძველ თბილისზე თუ საუბრობთ ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე და იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებური გადაწყვეტილებები. ასეთი გადაწყვეტილებების გამო არის დღეს უამრავი სახლი დაზიანებული. ეს ცალკე თემაა და ვფიქრობ ერთი გადაცემა ცალკე ამ საკითხს უნდა ჩვენ არაერთი გადაცემა გვქონდა მაგაზე. კიდევ გვექნება და აუცილებლად სიამოვნებით მოვალ, იმიტომ რომ ეს სფერო ჩემთვის ყველაზე ესეთია, თევზი წყალში როგორც გრძნობს თავს, დაახლოებით ასე ვარ მაგ მიმართულებით. ძალიან რთული არის ეს ბაზარი, სიფრთხილე უნდა, ყველაფერი დამოკიდებული არის არა მხოლოდ სუბიექტურ სურვილზე, არამედ საერთო სამეზობლოზე, ნებართვებზე, იგივე მერიაზე, ქალაქზე, ჩვენ რასაც გვინდა იმას ვერ ვიზამთ ასე თავისუფლად, თუმცა თუ ჩვენ ვხედავთ პოტენციალს, ეს პოტენციალი გამართლებულია ძველ თბილისში. ხო, მაგრამ აქ მარტო ძველ თბილისზე ხო არ არის საუბარი. ზოგადად ძველ თბილისი ავარიული არის არა მარტო ისტორიულ ზონაში, არამედ ნახეთ თბილისი აშენებული ძველი корпуსების უმრავლესობის ექსპლუატაციის ვადა გასულია ან უახლოეს ხანში გავა. შესაბამისად, ანუ აქ არის ძალიან დიდ მასაზე არავის არ გვახსოვს ხოლმე ეს ნაძალადების რაიონი, როდესაც საუბრობთ ძველ თბილისზე და როდესაც საუბრობთ დაზიანებულ შენობებზე. თუ გადავავლებთ თვალს აი ნაძალადების რაიონს, იქ საკმაოდ დიდი პოტენციალი არის აი ამ ასეთი ინვესტიციების განხორციელების, ჩემი აზრია ასე. ყველაზე დიდი მოგება სწრაფდროში, ანუ ეს მოკლებადიან ინვესტიციად თუ განვიხილავთ, გრძელვადიანი სხვა არის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და მათ შორის თქვენი მიმართულება რაც ძალიან საინტერესოა, 2-3 წელი დაალოდება, ეს არის აბსოლუტურად გონივრული, ვისაც ეს უნდა და შეუძლია, მაგრამ დღესვე ჩვენ შემთხვევაში 2-3 წელი არა, ნუ ბაზარზეა საშუალო ჩვენ ეგ უპირატესობა გვაქვს ძალიან სწრაფად. კიდევ უფრო სწრაფად, მშვენიერი, ფანტასტიკური. მაშინ თქვენს მოკლებადიანი საინვესტიციო პროექტი გაქვთ, ამიტომ ვთქვათ, რომ ეს ძალიან საინტერესოა. აი, საინტერესოს ამბობდით და საინტერესო იქნება მოსახლეობისთვის. მოკლებადიან პერსპექტივაში აი ერთი ინვესტიციას რომ განვახორციელებთ ნებისმიერ ძველ სახლში, საშუალო დრო არის, ვთქვათ, იგივე რენოვაციისთვის განსაზღვრული 2-3 თვე და გაყიდვისთვის დამატებით 2-3 თვე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში წელიწადში ადამიანი ასწრებს 2 ტრანზაქციას, ყველაზე კარგ შემთხვევაში 3 ტრანზაქციას. ეს 4 უკვე როდის ხდება, იცით, აი კვარტალში 1 პარალელურად როდესაც ახდენ უკვე რამდენიმე ინვესტიციას, ანუ 2 მიმდინარე პროექტი რომ გაქვს პარალელურად, მაგრამ დამწყები ადამიანისთვის $100,000-დან კი შეიძლება საკმაოდ კარგი ინვესტიციის განხორციელება,
რომელიც მოგიტან საკმაოდ ისეთ სოლიდურ მოგებას მოკლე ვადაში. თუმცა გარკვეული დრო ჭირდება, რომ დააკვირდეს ტენდენციებს, დააკვირდეს თვითონ ამ ბაზარს, ცოტა მეტი მოისმინოს, ცოტა მეტი ნახოს ადამიანმა და რეალურად შესაძლებელია. მე ბოლო პერიოდის სოციალურ ქსელში დავიწყე აქტივობა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში არ ვაკეთებდი, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ ეკა ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვეკონტაქტებოდი, ეს არ არის დიდი რაოდენობა, ხომ? და ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, რომ ადამიანებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ რეალურად შესაძლებელია პატარა თანხებითაც საქართველოში ინვესტიციის დაწყება და თანმიმდევრული ნაბიჯებით, გააზრებული ნაბიჯებით. აი, როგორ უნდა მოვიდნენ თქვენთან? შეგიძლიათ გააკეთოთ რეკლამა, ვიცი ფული არ გადაგიხდიათ ჩვენთვის. მაგრამ ანუ შეგიძლიათ გააკეთოთ, მე მიყვარს ენტერპრენიორების დახმარება და ჩვენი პლატფორმაც მაგისთვის არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, გაუხსნათ გზები და მოსახლეობასაც მივცეთ სასარგებლო ინფორმაცია. აი, რას თავაზობთ? აი, როგორ შეიძლება დავუშვათ გამოადგეთ თქვენი სერვისი ადამიანებს, ვისაც აქვს გარკვეული დანაზოგი და უნდა ინვესტიციის განხორციელება? დიახ, პირველ რიგში სოციალურ ქსელში მოძებნონ კომპანია კედარო ჯგუფი, ჩვენ გვაქვს ასევე ვებგვერდი კედაროჯი. შემდეგ შესაძლოა მეც მომძებნოთ სოციალურ ქსელში. ჩვენ ვიწყებთ ასე ჯერ ვარკვევთ რა მოლოდინები აქვს ადამიანს, ანუ რა წარმოუდგენია და როგორ წარმოუდგენია, თუ მას უნდა სწრაფი მოგების გზა და თანხა დღესვე ახლავე საკმარისი ხელზე აქვს, შესაბამისი ტიპის უძრავქონებებს ვეძებთ, შესაძლოა ეს იყოს ძველი გასაახლებელი, შესაძლოა ეს იყოს ახალი პროექტი, მაგრამ საინტერესო პროექტი, ან კომერციული ობიექტი, ან ფართი, რომელიც არ არის ჯერ კომერციული, მაგრამ აქვს მას იმის პოტენციალი, რომ გახდეს კომერციული. ძველ სახლებში ამის უდიდესი რესურსი იტევს. საცხოვრებელი ბინები შეიძლება მარტივად გადაკეთდეს საოფისე სივრცეებად და ასე შემდეგ. ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ ნებისმიერი ადამიანმა, რომელმაც უკვე გადაწყვიტა მის გონებაში, რომ უნდა ინვესტიციის განხორციელება, ჩვენ ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია დავეხმაროთ. ძალიან კარგი. უღმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან კარგი. გონი ამოწურეთ ეს დღევანდელი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, სასაუბრო კიდევ ბევრია და ეს არის ამოუწურავი თემა. ვფიქრობ, მივაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია მოსახლეობასაც. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მაყურებელს კი მადლობა ჩვენი ყურებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა.